ოკეი, მეგობრებო, დილა მშვიდობის. ესე იგი, ერთი საბურავი გაწვეთილი იყო დიდი ხანი. ესე რომ თქვა, გავაწურინე და ადრე დღე შევამოწმე. არ არის კაი დღეში რა, უკვე შიგნით კინებიც გამოჩნდა ესენი და შევცვალო რა. ეგერ ლავსზე გავაკეთე ჩეკინი საბედნიეროდ. არავინ არის რიგში და მიმიღებენ 9 საათში მაქსიმუმ. შევაყენე ისევ და გამომიცვლიან ახლა. კარგია რომ დიდი რიგი არ იყო და მალევე დამირეკეს. გადმოგუშვეს მანქანიდან არ შეიძლება შეგნით ყოფნა. რაღაც ახალი წესი არის. ადრე არ აკეთებდნენ ხოლმე ეგრე და რა ვიცი. ესეთი პიკნიკი მოვიწყეთ ლავსის სერვისის წინ. როცა ველოდებით საბურავების შეცვლას. რა გვაქვს დღეს ჰოთ-დოგები და ყავა? ესეც ახალი საბურავი. ეგ არის, წავეც. ესეთ რაღაცას შევესწარი რა. მოვდიოდი ინტერსტეიტში, ანუ მთავარი გზა რაც არის რა, ინტერსტეიტი. 39 ვესტზე რა. ხო და შემოხვდა საინი, რომ დაახლოებით 10 მაილში არის ტონის შეზღუდვა, არის მაქსიმუმი დასაშვები 20 ტონა რა. ზოგადად ინტერსტეიტი არის ყველაზე მთავარი გზა, ანუ აქ არ არის ხოლმე ხა შეზღუდვები ტრაკით გაივლი რა, ანუ 20 ტონა, ანუ რა ხდებოდა, ან გზის რემონტი იყო, ან რაღაცა ხიდია დაზიანებული, თუ რატო არის შეზღუდვა, არ ვიცი რა. ნუ შემოხვდა, რომ აქ გადით ექსიტზე, ვინც ხართ 20 ტონაზე მეტი. მაგრამ ტრაკები არ გავიდნენ და მე წამოვედი მოკლედ. თან ისეთი ადგილზე გვიშვებდა, რომ იქიდან ძალიან საწვალებელი იქნებოდა რა, ძალიან დიდ დროს დავკარგავდი და წამოვედი და მერე უკვე უშუალოდ სანამ მივიდოდით იმ შეზღუდვის წერტილთან, ერთი ექსიტი კიდე იყო და ეწერა, რომ ბოლო ექსიტი არის და 20 ტონაზე მეტი ვინც ხართ, გადაუხვიეთ ხოლმე. ჩემ წინ ერთი ტრაკი მიდიოდა გადავიდა და მეც გადავედი რა, მეთქი მართლა თან GPS-მა მითხრა, რომ პოლიცია არის წინო რა. დარეპორტებული იყო და გადავედი მეთქი და იყო რა ქვია დითოვრის იყო დითოვრის, ანუ შემოვლითი გზის ნიშნები. ხო და გავყევი ახლა და ეს შემოვლითი გზის ნიშნები გვატარებდა სოფელზე და წავედით ახლა ჩემ წინ ტრაკი მიდის, მეც წავედი და მეც უკან გამოყრე რამოდენიმე. ერთი 5 ტრაკი მივდიოდით ჯამში რა. წავედით მოკლედ ესე სოფლებზე შემოვიარეთ, დაახლოებით 10-15 წუთი ალბათ დავკარგეთ მათ შემოვლაში, მაგრამ შემოვიარეთ და მე უკვე გზა რო უერთდებოდა ისევ ჩვენ ინტერსტეიტს, ანუ იმ 39-ს რო უბრუნდებოდით. მოკლედ იქიდან ჩანდა რომ მანქანები, ესე იგი ტრაკები ყველა არ შემოსვლა, ძალიან ბევრი მოდიოდნენ მაინც იმ გზაზე რა, არ არიდებულან ესე რომ ვთქვათ. ხო და იდგა პოლიცია და ერთი ტრაკი ყავდა გაჩერებული რა, ვერ მოასწარი გადაღება, მაგრამ დავინახე რომ სასწორი გქონდათ მოწყობილი და სასწორზე წოვიდნენ ტრაკებს, ვინც არ გავიდა ესე რომ ვთქვათ ექსიტზე. ყველას არა, მაგრამ ალბათ ესე რენდომად რა, ვისაც დაიჭერდა რომ მოდი შენ აქ უნდა აქწონო. ამასობაში სხვები ვინც დაარღვიეს, ისინი გარბოდნენ. ანუ ისინი მოდიოდნენ და გადარჩნენ ბევრნი, იმიტომ რომ სხვა ყავდა გაჩერებული, ერთი სასწორი გქონდათ მოწყობილი და ვიღაც ტიპს წოვიდნენ ალბათ 20 ტონაზე მეტი იყო და შენ ალბათ რაღაცა რა ჯარიმა რამე აზია რა ვარტო ეგეთი რამ პირველად ნახე ანუ რომ ხო და მოკლედ ვინც თუ ვინმე მოხვდებით 39 ვესტზე ილინოისში გაითვალისწინეთ რომ გადით ექსიტზე ძალიან ბევრ დროს არ დაკარგავთ რა ჯობია რომ გახვიდეთ დილამშვიდობის 6 საათი ხდება ნახევარია მინესოტაში აქედან მაქვს კილები რაღაც ცივი სასმელები, ესე რომ ვთქვათ, გაზიანი სასმელები კილებით და ადრე ორჯერ ვარ ნამყოფი წინა კომპანიაში. აი აქ. ალბათ მაშინ ცარიელები მქონდასო. ძალიან ბევრი სატვირთო ეთყვა დატვირთულები არიან და უბრალოდ ხამის ათევენ, თორე ამდენი რო ველოდებოდეს არა მგონი. 17 გრადუსია და ახლოებით სიგრილია.
გაგვაჩერე მინესოტაში ვიდეო. ინსპექშენზე გაგვაჩერეს და ისე უბრალოდ შემოწმება იქნება და ველოდები. ჩვენ წინ კიდე ერთი მანქანა არის გაჩერებული. ისე ეს დღეები კი არა წინა კვირასაც ძალიან ბევრი შემოწმება იყო, სულ გადაყენებული ყავს ტრეილერები. ჩვენ ჯერ პირველად გაგვაჩერეს. მაინც ეს ტრეილერის ქუჩაა. რაც შენამ ტრეილერს ელოლიავები. ყველა საბურავი გამოსვალე კიდე კაი. ვიმყოფებით და მივდივართ მიჩიგანისკენ. და წერან პატარა დათვისბელი იყო შავი ძალიან მაგარი და გადაგვირპინა და სადმე დედამის იქნებოდა სავარაუდოდ, მაგრამ ეთყობა გაჩერდა მე და ვერ დავინახე. დღეს ინსპექშენი ჩაგვიტარეს, წარმატებით დავასრულეთ. level 1 იყო სხვათა შორის პირველი დონე, მე მგონი ყველაზე რთული რაც არის და გამოგვიშვეს სტიკერიც მოგწეს მანქანაზე ვიფიქრეს, რომ აღარ გაგვაჩერებენ სხვა დროს 1 2 3 თვე. Coca-Cola შენობაში, მაგრამ დაგეტილები არიან. სხვა დილით 7-ზე 8-ზე იღებიან და მაგ დროს დავწნიან სადღაც დღეში გავაჩერე. მაგრამ დათვი გვესტუმრება არამენათი. შეადარე, ხა საქართველოს Coca-Cola შენობას ეს არის. ორი დოკი აქვს. შემიხრებულ ადგილას როცა ხარ თავის დასაზღვევად ვარ ჩაგეძინოს და ვინმე არ შემოგეპაროს. ისეთ სიჩუმეში გვეძინა წუხა, ხა გათენდა 7 საათი ხდება. მანქანები მოსვლა, რომ გავიღვიძე ხა ცოტა ხნის წინ და კაი დაკეტილი აქვს ალბათ 7-ზე გახსნია. ესეთი მონსტერები მოვიტანე. 7 საათია ჯერ დისპეჩერს ეწერა 8-ზე დაგცლიანო, მაგრამ მივედი და მიმიღეს. Pois გონია რომ ეგ რაღაც მჭირს რა და აი ერთხელ უჭირს რომ მე რაღაც და ის უბრალოდ თასკს გამოაცხადე რაღაც სამადილე აყურებდი ვიდეოს სადაც პატარა შესვენება მოვიწყეთ გზად Circle K-ში თავისი ყავით. ეხლა ვიმყოფებით მიჩიგანში, აქ ჩვეულებრივი ტრახტაფები არ არის, ზედა მხარეს ვართ, ძალიან წყალი რო ყავს მეორე ნაწილში და ასეთები არის მარტო პატარები და ეხლა მივდივარ პიკაპზე ისე მიჩიგანში დღეს დილით დავიცალეთ და მერე წავალ ჯორჯიაში. ეს შედარებით ცივი შტატია და მეთქი ცივი ხალხი იქნებიან თქო, მაგრამ პირიქით ძალიან თბილი და რავი ყურადღებიანები არიან. აქ კიდეც მომსახურება და სადაც ვიყავი კიდე დაცლაზე იქაც რავი რომ მივედი ეგრევე მომაქციეს ყურადღება უცებ დამცალეს და ზოგადად კიდე ბუნება და რაღაც ისეთი არის აქ საერთოდ საქართველოს ვაიბებს ტოვებს რა ეს ნაძვნარი რაღაცები უფრო ანუ რაჭის და მაგით ახარის რა თან სიცივია 5 გრადუსი იყო მაგრამ შეგვცივდა გუშინ გათბობის ჩართვაც კი მომიწია ხა ცოტა ხანი შევისვენებ და წავალთ
ნახე პოლიციელის არ გადავიდა. For service road. 24 გზაზე არის ესეთი ადგილი, რომ ძალიან დაღმართი იწყება და მაგის გამო არის ესე იგი აუცილებელი, რომ აქ შემოხვიდე. Merge on I-24 East. აქ შემოხვიდე, შუქნიშანზე ცითაზე გააჩერო და შემდეგ დაიძერო, შეამოწმო, რომ შენი მოხრუჭევი მუშაობს რა. ესე გააჩერე, მწვანე აინთელა წახო. შეხედეთ მეგობრებო სხვა წიგნის ფასებს და ბიბლიის ფასი ნახეთ. $2. Walmart is really shopping at კვირა არის გამოვიყენეთ დრო და დავგაზავთ ახლა ჯორჯიისკენ. ჩემი საწვავების ჩასხმა დაფასდა აგერ დაიმონდზე ვარ უკვე და ულიმიტო შაუერები და ულიმიტო დრინკი მაქვს, რასაც კიდე აიღებ, ყავა, მწვენი, შაუერზე რამდენჯერაც კიდე შეხვალ. ნუ ისედაც იმდენი იყო ხოლმე რომ ყოველ დღე ბანაობდი და შეიძლება დღეში ორჯერაც, მაგრამ მაინც ყოფნიდა, მაგრამ მაინც ახლა რამდენჯერაც კიდე შეხვალ. ხა დღეს არის ორშაბათი. აქ გავათანეთ, წუხელ გავჩერდით შუა დღეს. ღამე გავათენით და დღესაც მთელი დღე ხვალ დილით მაქვს დაცლა, აქ მოგვიწევს ყოფნა, იმიტომ რომ დაემთხვა Labor Day, შრომელი ხალხის დღე ეგრეთ წოდებული და უკვე დღეს ყველაფერი ისვენებს. აქ მოგვიწევს ყოფნა. სიგრილია უკვე, ახლა ვართ ჯორჯიაში, ატლანტასთან ახლოს და ლავსზე გავჩერდი და მეტი აღარ წავედი, იმიტომ რომ ქალაქში ესეთ დასვენების დღეებში შეუძლებელია რომ სანამ გასაჩერებელი იყო. კიდე უფასო და კიდე ფასიანად და აგერ შენი რო თქვარ 1 საათის გზაზე დაცლიდან და ხვალ დილით 8 საათისთვის მაქვს დაცლა და ცოტა ადრე მივალ დილით ადრე ავდგები და ეგ არის. ქულები სადაც 30 არა 3000 მქონდა და $30 ნიშნავს, 1000 ნიშნავს $10. როას ხა ქულებიც გროვდება და სათვალები ვიყიდე $30 ამ ქულებით და იმიტომ დამრჩა ხა მარტო 216. Inspection-ზე ვიტყვი ერთ-ერთ სიტყვას, ესე იგი ყველა მილი თუ რა ყველაფერი შეამოწმა ქვემოთაც შეეძრა ტრაილერის ქვემოთ კაპოტიც ამახტევინა. მაგრამ ანუ ჩემი დაკვირვებით დადებითი ის რაც გამოიწვია მაგაში რომ ინგლისურად ველაპარაკებოდი კარგად და გამართულად და მოეწონა და პლუს ანუ მანქანაც ახალი რო იყო საერთოდ რავი კაპოტშიც და ყველგან და ტრაილერზეც რა ქვია მაგარ მდგომარეობაშია. ნუ ტრაილერი კარგ მდგომარეობაშია, მანქანა მაგარ მდგომარეობაშია რა. და მაგასაც ვერაფერი ვერ უნახა წმენდა. თუ ესე იგი გამართულად გეყოლება მანქანა, თუ ინგლისურად რასაც კითხავს გაიგებ, აი პრობლემა არ იქნება რა. ზედმეტ საბუთებსაც არ მოხთხოვენ ჩემი აზრით. ვისაც არ აქვს. თვითონ მითხრა მეც ტრაქს ვატარებდიო, ფლეთბედს მუშაობდიო. და რა მოკლედ ესე დავშორდით, ფოტოც გადავიღეთ და ასე რომ 2-3 თვე ხა თავისუფალი ვართ სავარაუდოდ, ანუ იმ სტიკერსო დაინახავენ, სადაც შეხვარ აღარ ჩაგიტარებენ რა ხევე მეურეთ, იმიტომ რომ უკვე იციან რომ ჩაგიტარის ინსპექშენი. ჩემი ისტორიაც შეამოწმა, ჩემი ბლოკის მონაცემების გადავგზავნე, ისტორიაც შეამოწმა, თუ და რამე დარღვევა მქონია ადრე წარსულში და ეგეთი სუფთა ხარ რომ მითხრა რა. სხვა საბუთები არაფერი არ მოუთხოვია, მართვის მოწვევა მივეცი მხოლოდ. მკითხა ვინ არისო, ანიზაზე მეთქი ჩემი მეუღლე, უბრალოდ მგზავრი არის მეთქი და ფურცელიც მაქვს მეთქი რა და კაი ვარ გინდაო, მაგრამ არ გამომართვა და არც წვანებარათი გამომართვა, არც სოუშელი. ეთყობა თან მართვის მოწვევაზე ვარსკვლავი მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა წვანებარათი გაქვს, მაშინ გიხატავენ მაგ ვარსკვლავს, ისე ვერ მიიღებ რა. ეთყობა მაგ არ ვიცი და ყველაფერი 10-ზე იყო რა. ეხლა ამ ვიდეოს დავდებ ძალიან ვარ დამაგვიანდეს და გავაგრძელებ კიდე. მადლობა ყველას, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. გამომიწერეთ თუ გინდათ TikTok-ზე, Instagram-ზე. ანიზასთანაც კიდე რასაც მე არ დავდებ, იმასთან ნახავთ, აბადოებით.